როგორ მივახციოთ მიზნებს. ანუ როგორ ვიცხოვროთ ჩვენი საოცნებო ცხოვრებით. გამარჯობა, მე ვარ ელენე და ეს არის ჩემი არხი Reverse Monday. ცხოვრებაში ყველას ქონია ალბათ ისეთი მომენტები, როცა ხვდება, რომ ზოგიერთი მიზანი ძალიან მარტივად მიიღწევა და ეს სიმარტივე ხშირად განპირობებულია იმით, რომ ჩვენ არ ვიღლებით, გვაქვს რაღაცნაირი შინაგანი ძალა და ბიძგი და ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ და მაინც მივაღწევთ იმ ჩვენ სასურველ მიზანს. მაგრამ ზოგიერთი მიზნის მიღწევა, თუნდაც ეს მიზნები იყოს მარტივი, ძალიან გვირთულდება. მუდმივად გვჭირდება საკუთარ ნებისყოფაზე მუშაობა, შემოძახება, რომ შენ შეგიძლია, უნდა გააკეთო, გჭირდება და რაღაცნაირად ან ძალიან რთულად ვაღწევთ ამ მიზნებს, ან საერთოდ გზაში გვავიწყდება და გადავწყვეტ ხოლმე, რომ ეს მიზანი ჩვენ არ გვჭირდება. რა თქმა უნდა, არის სიტუაციები, როცა ჩვენ არავინ არ გვეკითხება ესა თუ ის მიზანი უნდა შევასრულოთ თუ არა, მაგალითად სამსახურში გაქვთ კონკრეტული დავალება, რაც სჭირდება თქვენს კომპანიას, თქვენ არ გაქვთ არც мотиваცია განსაკუთრებული, მაგრამ იცით, რომ თქვენ მიერ ამ მიზნის შეუსრულებლობა გამოიწვევს, მაგალითად, სამსახურიდან გამოშვებას და შესაბამისად ის, რომ თქვენ არ გინდათ სამსახური დაკარგოთ, ეს გამოძრავებთ ამ მიზნის შესრულებისკენ და არა თავად მიზანი. ფიქრობ, ამ ეპიზოდის დასრულებისას მაყურებელს ძალიან კარგი წარმოდგენა შეექმნება, როგორ შეიძლება მიზნების მარტივად მიღწევა, ძალისხმევის, დისციპლინის და რაღაცნაირად თვით დაძალების გარეშე. მოდი დავიწყოთ. ადამიანის ფსიქიკა ისე არის მოწყობილი, რომ განასხვაოს გარე და შიდა мотиваცია. ზუსტად ეს мотиваციის წყარო არის იმის მიზეზი, თუ რატომ ვაღწევთ ზოგიერთ მიზანს მარტივად, ან უბრალოდ ვაღწევთ და ზოგიერთი მიზნის შემთხვევაში გვჭირდება ძალისხმევა, ხშირად ვფიქრობთ, რომ რა უნებისყოფო ვარ და მოკლედ ვბრაზდებით საკუთარ თავზე. როცა ჩვენ გვაქვს შინაგანი мотиваცია, ამ დროს შიგნიდან ყველაფერი არის სინქრონიზებული, ანუ ჩვენ ნერვულ სისტემაში, ფსიქიკაში, სხეულში იმისთვის, რომ ამ მიზნისკენ ვიაროთ, ანუ წყარო мотиваციის არის ჩვენი შინაგანი ძალა. შესაბამისად, ის არ არის ამოწურვადი, მას არ ჭირდება დამატება ან ხელფასის გადახდა იმისთვის, რომ მუდმივად მოგვცეს ენერგია და мотиваცია. მაგრამ, როდესაც ჩვენ მიზნისკენ მივდივართ, იმიტომ რომ სამსახურში დაგვეწინაურონ, ხელფასი გადაგვიხადონ, ბონუსი მოგვცენ, შეგვაქონ, ან იმიტომ რომ მეზობელს მოეწონოს ჩვენი მანქანა, ზრუნავთ ჩვენ სოციალურ სტატუსზე იმისთვის, რომ შთაბეჭდილება მოვახდინოთ. სხვაზე ხშირად ეს გამომდინარეობს გარე мотиваციიდან და აქედან გამომდინარე, როგორც კი გარე мотиваცია, ესე ვთქვათ, ქრება შენი დრაივიც და სვაც ამ მიზნისკენ. პირადი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, ერთ-ერთ სამსახურში ვფიქრობდი, რომ არ მომწონდა ხელფასი და დანარჩენი ყველაფერი მაკმაყოფილებდა, მომწონდა ჩემი საქმეც და ყველაფერი და ნუ მოვითხოვა ხელფასის მომატება. ხელფასი მომიმატეს და მომიმატესთან ისე რომ მთლიანად დაკმაყოფილდა, ესე ვთქვათ, ჩემი მოთხოვნა და ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ დაახლოებით 3-დან 6 თვემდე დამჭირდა იმისთვის, რომ ახალ ხელფასს შევჩვეოდი და ისევ დამეწყვა მოწყენილობის ფაზა, мотиваცია არ მქონდა, რომ მემუშავა ეფექტურად, დროზე დამეწყო, გვიან დამემთავრებინა და აი მანდ გამიჩნდა პირველი კითხვები, რომ ხო მივიღე ის რაც მინდა, ხო? აგერ ბონუსიც მელოდება, მაგრამ რა ხდება, ნეტა საქმე არ მომწონს თუ რატო არ მაკმაყოფილებს ეს გარემო? იმიტომ რომ საკმაოდ მაღალი ანაზღაურება მქონდა, როგორც საერთაშორისო ბაზრისთვის, ისე რა თქმა უნდა საქართველოს ბაზრისთვისაც, მაგრამ ეგ აღარ მაძლევდა იმ мотиваციას, რომ რა მაგარია ეს ხელფასი და ამ ხელფასის გამო მომწონს ჩემი საქმე ძალიან. ანუ
საქმე იმდენად არ მომწონდა, რომ მივხვდი, რაც არ უნდა ხელფასი გადაეხადათ ჩემთვის ამ კორპორატიულ იურისტობაში, ეგ იყო დროებითი და ზუსტად მაგიტომ ჩემი ბოლო სამსახურიდან რომ წამოვედი, აღარ დავიწყე ახალი სამსახურის ძებნა სხვა კომპანიაში. მივხვდი, რომ პრობლემა არ იყო კომპანიის მისია და ის ბენეფიტები, რასაც მე მაძლევდნენ, არამედ მე არ ვიყავი თანხმედრაში ჩემს პროფესიასთან, ანუ ჩემი ღირებულებები და ის, რაც მე მინდოდა მეკეთებინა, რაც არის ქალების დახმარება, მენტორინგი, ფსიქოლოგია, კოუჩინგი, არანაირ კავშირში არ იყო კორპორატიულ იურისტობასთან. აქედან გამომდინარე, აი ეს გარე მოტივატორები, როგორიც არის ხელფასი, არის აბსოლუტურად ამოწურვადი და თქვენ თუ თქვენი საქმით არ ხართ ანთებული და ამას ვნებით არ აკეთებთ შიგნიდან, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენ სამსახურს შეიცვლით, სამსახურიდან სამსახურამდე გაყვებათ ეგ თქვენი მოტივაცია, ხელფასის მომატებიდან ხელფასის მომატებამდე და ასე შემდეგ. ბევრი კომპანია, რომელსაც აქვს ყოველწლიური საბონუსე პოლიტიკა, ჩვენთან მარტში გაიცემოდა ხოლმე ეს ყოველწლიური ბონუსები ძირითადად, იმიტომ რომ საბუღალტრო წლის დახურვა ხდებოდა ხოლმე მარტში. მახსოვს, რომ აი დამსაქმებლები ამ პერიოდისთვის შიში იყვნენ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მთელი წელი ელოდებოდა ამ ბონუსს და მერე მიდიოდა სამსახურიდან. თუმცა ბევრი რჩებოდა იმისთვის წლის ბოლომდე, რომ ეს ბონუსი მიეღო. ზოგიერთის სამსახურში დაჭერის მიზეზი იყო და პირიქით ზოგისთვის წასვლის. აქედან გამომდინარე, იდეალური სურათი არის, როცა შენ გამოძრავებ შენი შინაგანი ძახილი, ხმა, ანუ აქედან გამომდინარე გაქვს შინაგანი მოტივაცია, გიხარია რასაც აკეთებ, გსიამოვნებს რასაც აკეთებ, გამოგდის რასაც აკეთებ, ვითარდები და თან ამას ემატება გარეგანი მოტივატორებიც, რომ შენ ხელფას გიხდიან შენ საქმეში, ახალი პროექტები გაქვს, შეკვეთები გაქვს, გადაღებები გაქვს, ანუ ესე ვთქვათ, ორივე მოტივაციის წყარო არის ადგილზე და ისინი ერთმანეთს ავსებენ. თუმცა ადამიანს ჩემი გამოცდილებით და ფსიქოლოგების უამრავი კვლევა ამას ადასტურებს, ძალიან დიდი ხანი შეუძლია მარტო შინაგანი მოტივაციით იმოძრავოს და მიზნებს მიაღწიოს. ხოლო რაც შეეხება გარეგან მოტივაციებს, ეს ესე არ ხდება. ყოველთვის ჭირდება რაღაც საკენკი, იმისთვის რომ ერთი ნაბიჯი გადადგას წინ და არ გეგონოთ, რომ გარეგანი მოტივაცია ყოველთვის არის რაღაც პოზიტიური. ადამიანი თუ სისტემატიურად აგვიანებს სამსახურში, მიიღებს ერთ გაფრთხილებას, მეორეს და მესამეზე გაუშვებენ, ხო? თუ პროექტის მენეჯერი მუდმივად აგვიანებს ზარზე ან არ აკეთებს განახლებებს პროექტის სტატუსის შესახებ, რა თქმა უნდა, ისიც მიიღებს გაფრთხილებას. ანუ ხანდახან ეს ნეგატიური საკენკებიც არის გარეგანი მოტივატორი, რომ არ დავკარგოთ სამსახური, შესაბამისად არ დავკარგოთ შემოსავალი, სტატუსი, მერე ვალდებულებები გვექნება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მიზნის დასახვისას ვიცოდეთ. ეს მიზანი ჩვენში აღვიძებს შინაგან მოტივაციას, თუ ეს მიზანი განპირობებულია მხოლოდ გარეგანი მოტივაციით და თავიდანვე მივხვდებით ამ მიზნის შესრულება განწირულია თუ არა, იძულებით მოგვიწევს თუ არა შესრულება, თუ ნამდვილად ჩვენი კეთილინებით, ამოუწურავი რესურსები და ენერგიით მივდივართ ამ მიზნისკენ. გარე მოტივატორებს შეიძლება იმდენად დიდი წონა ქონდეთ ადამიანის ცხოვრებაში, რომ ძალიან დიდი ხანი გვეგონოს, რომ ეს არის ჩვენი შინაგანი მოტივაციაც. მაგალითად, იმდენად მაღალი ხელფასი გქონდეს, რომ იყიდო ძალიან კარგი მანქანა, შენი საოცნებო სახლი, კარგი ტანსაცმელი, მოგზაურობა, ყველაფერი შეიქმნა შენი მატერიალური კომფორტისთვის და რა თქმა უნდა, ამას შენი ტვინით აღიქვამს, რომ ელენე იქ რო დადის იმ სამსახურში და ამდენი საათი მუშაობს, ეს ცხოვრება მაგიტომ აქვს და აქედან გამომდინარე შენ მოტივაციის ნაკლებობა არ გექნება, მაგრამ როცა მიაღწევ კულმინაციას, მაგალითად შენი კარიერის და მიზნების, არა ცხოვრების საბოლოო კულმინაცია და მიზანი, არამედ სიტყვაზე 30 წლის ასაკში გინდოდა კონკრეტული ცხოვრება, ხო და მიიღე ეს კონკრეტული ცხოვრება, მაგრამ ეს კონკრეტული ცხოვრება იმდენად შედგება სულ გარე მოტივატორებისგან, რომ შენ გულის სიღრმეში გრძნობ სიცარიელეს, ისე როგორც ვიყავი მე. გასაგებია, რომ ადამიანს ჭირდება სამსახური და შემოსავალი და შეიძლება ხშირად არ მოგწონდეს ის ჩვენი სამსახური, ან პროფესია არ მოგწონდეს, ან კომპანიის მიზანი არ მოგწონდეს, ან გრაფიკი არ მოგწონდეს, მაგრამ
გვჭირდება რომ გავაკეთოთ. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ საერთოდ არ გქონდეს ისეთი მიზნები, რომელიც გარე მოტივატორებს უკავშირდება. არა. აქ ლაპარაკია იმაზე, იმ მიზნების განსაზღვრა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია პირადად სხვებისგან დამოუკიდებლად, მაგალითად მე მინდა დოქტორანტურა ამ მიმართულებით, მინდა გამოვიყურებოდე ესე, მინდა ვიმოგზაურო იქ, დავეხმარო ხალხს, გავაჩენო ძაღლების თავშესაფარი და ასე შემდეგ. მიზნები, რომლის ჩამოყალიბებაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ, ისინი უნდა ეფუძნებოდნენ შინაგან мотивაციებს იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება იყოს სავსე და არ იყოთ მარტო დამოკიდებული უაზრო კომპანიების, უაზრო მიზნებზე ან აზრიანი კომპანიების აზრებზე და მიზნებზე, რომლებიც განპირობებულია იმისთვის, რომ თქვენ კი არ იყოთ კარგად და თქვენი კეთილდღეობა კი არ განისაზღვრება ამით, იმიტომ რომ თქვენ უბრალოდ ხელფასი იღებთ, არამედ სხვა ადამიანების მიზნებს ემსახურებით და ის კონკრეტული ადამიანები ნახულობენ თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე benefits. აქედან გამომდინარე, მიზნები შეგვიძლია გავყოთ ორად, სანამ ბოლომდე ჩვენი მოწოდებით არ ვიცხოვრებთ და ერთი მიმართულება იყოს ის, რაც აუცილებლად უნდა ვაკეთოთ, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს ფინანსური ვალდებულებები თუ ოჯახთან მიმართებაში პასუხისმგებლობები, მაგრამ მიზნები, სადაც გვაქვს თავისუფლება, რომ გადავწყვიტოთ, რა გვინდა, იყოს შესაბამისი ჩვენს მოწოდებასთან და აქედან გამომდინარე, გქონდეს ეს ულევი ენერგია, რასაც ქვია შიდა мотивация და შიდა ტვინის დაჯილდოების სისტემის აქტივაცია. ჩემი კარიერის ბოლო წლებში რამდენიმე რაღაც მახარებდა და მაძლევდა მართლა შინაგან мотивაციას, როცა გუნდი იზრდებოდა და უნდა ამეყვანა ახალი კადრები და აყვანისას და შერჩევისას ძირითადად ყოველთვის ვცდილობდი, რომ პიროვნულ თვისებებზე გამეკეთებინა აქცენტი და კი ის მინიმუმი საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა ადამიანს, მაგრამ ორ მაგალითად ერთნაირად გამოცდილ ადამიანს შორის ხოლმე პიროვნულ თვისებებს ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებდი და ეს იყო ძალიან კარგი შეგრძნება, რომ ვიღაცას ვასაქმებდი, ხელი გავუმართე, წარმოვიდგენდი, რომ ოჯახი უკეთ ცხოვრობს, სახლი იყიდეს და ასე შემდეგ. თუმცა არ ვიცი ახლა რამდენად ეს ხდებოდა, მაგრამ ძალიან მახარებდა ახალი კადრების აყვანა, ძალიან მახარებდა არსებული კადრების განვითარება, რამდენადაც შემეძლო, რომ ხელი შემეწყო და კომპანია და თვითონ ეს კადრი მაძლევდა შესაძლებლობას ვცდილობდი ყოველთვის, რომ ხელფასი მომემატებინა, ნორმალური ბონუსი ქონოდათ, არ ვიცი, თუნდაც სხვა დეპარტამენტში გადასულიყვნენ, მაგრამ გაეუმჯობესებინათ პირობები, ანუ წინსვლა ქონოდათ, დაწინაურება ყოფილიყო, არ ვიყავი ისეთი ეგოისტური, რომ აი კარგი კადრია და არ გადაუშვებ სხვაგან და მესამე რაც ძალიან მახარებდა იყო ჩემ გუნდის წევრებთან ერთად coaching და training სესიები. არა და ვიყავი კორპორატიული იურისტი, ანუ ჩემი საქმის 70% იყო ხელშეკრულებების კეთება, შეხვედრებზე დასწრება, მოლაპარაკებები, პოლიტიკები და პროცედურები, კანონმდებლობის ანალიზი, მოკლედ, აბსოლუტურად სხვა საქმე იყო და ეს 30% უბრალოდ ესე ვთქვათ, თან ინიციატივას ვიჩენდი. HR-თან ერთად ყოველთვის ვერ ვრთვებოდი გასაუბრებებზე, სულ მაინტერესებდა როგორი ნაკადი იყო კადრის და მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ჩემი ძირითადი ფუნქცია რაც იყო ის არ მაინტერესებდა და აი ეს პატარა ესე ვთქვათ პროექტები ძალიან მაინტერესებდა. ზუსტად მან მივხვდი რომ პროფესიულ კრიზისში ვიყავი და სასწრაფოდ უნდა დამეწყო კარიერული ტრანსფორმაცია, რასაც ვაკეთებ ახლა. თუმცა იმ საქმეში, რომელსაც მაშინ ვაკეთებდი, ვიღებდი ძალიან კარგ ანაზღაურებას და მაგალითად დღეს როცა მაქვს YouTube-ის არხი, ჯერ არ მაქვს არანაირი ანაზღაურება. თუმცა ჩემი შინაგანი мотивაციის ხარჯზე იმ სივრცეში, სადაც მე ჯერჯერობით არ მაქვს შემოსავლის წყარო, კვირაში 3 სამუშაო დღე
ვუთმობ, რომ დავამუშაო ეპიზოდები, ანუ ტექსტი, შინაარსი, კითხვები, როგორი საშინაო დავალება შეიძლება, ესე ვთქვათ, ჩემ მაყურებელს გაუზიარო, რა არის უახლესი კვლევა ამ საკითხზე და სულ ვცდილობ, რომ განვაახლო ინფორმაცია. მერე ამ ყველაფრის ჩაწერა, თქვენამდე კი შეიძლება 9 საათიანი ვიდეო მოდის, მაგრამ მონტაჟს 2 საათი უნდა, უკავშირი არის კიდე აუცილებელი მოთხოვნა ჩემ საკუთარ თავთან, მაყურებელთან, არც ერთ კომენტარს არ ვტოვებ, ესე ვთქვათ, უპასუხოთ და ეს ყველაფერი შეიძლება გადაგრძელდეს უსასრულოდ, უფასოდ, იმიტომ რომ მე მაქვს შინაგანი мотиваცია და არ მჭირდება ეს გარე мотиваტორები. თუმცა პარალელურად, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ძალიან გამიხარდა უკვე YouTube-ზე მონეტიზაცია რომ გავიარე, 1300 გამომწერი მყავს, 5000-ზე მეტი ყურების საათი აქვს ჩემს არხს და ძალიანაც მინდა რომ მოვიზიდო ისეთი მხარდამჭერი პარტნიორი ან სპონსორი, რომელსაც საერთო ღირებულებები ექნება ჩემთან. თუმცა ეს არ არის ის ძალა, რაც მე მამოძრავებს. ძალა, რომელიც მე მამოძრავებს, არის რომ მინდა ინფორმაციის გაზიარება, მინდა რომ სასარგებლო ვიყო, მინდა რომ საქართველოში ქართველებს, უпростоრად ყველა ქართველს საქართველოს გარეთაც კონდეთ წვდომა უახლეს სასარგებლო ინფორმაციაზე, როგორ შეიძლება განვითარდეთ პიროვნულად, ვიცხოვროთ მშვიდი ცხოვრება, ის რომ ყველას აქვს უფლება ბედნიერ და დოვლათიან ცხოვრებას და კიდევ სხვა მრავალ თემაზე, რომელსაც ჩემი აუდიტორია, ანუ თქვენ მეტყვით, რომ არის საინტერესო, ან გაწუხებთ, ან გინდათ უფრო სიღრმეებში ჩასვლა, მე მზად ვარ, რომ ვიკვლიო თქვენთან ერთად, დასკვნები ვაკეთო, განვითარდე ამ არხთან ერთად და ასე შემდეგ. გავაგრძელოთ ახლა ჩვენი ეპიზოდი. ჩვენ შინაგან мотиваციასაც აქვს თურმე თავის ფსიქოლოგია და ამას ეძახიან თვითგამორკვევის, თვითგანსაზღვრის თეორიას. როდესაც ადამიანს სჭირდება 3 კომპონენტის დაკმაყოფილება იმისთვის, რომ შინაგანი мотиваცია მიზანთან მიმართებაში გაცოცხლდეს. პირველი არის ავტონომიურობა, მეორე არის კომპეტენტურობა, მესამე არის მიკუთვნებულობა, ანუ კავშირი საზოგადოებასთან და ეხლა განვარტავ 3-ვეს, მოკლედ ჩვენთვის გასაგებ ენაზე. ავტონომიურობაში იგულისხმება ის, რომ ადამიანს აქვს მიზანი, რომელიც თავისი ნების საფუძველზე გადაწყვიტა უნდა თუ არ უნდა. ანუ აქ არ ითვლება დავალება, საშინაო დავალება, ან სამსახურის დავალება, ან დედამ მითხრა ესეთი მანქანა მოგიხდება, მამამ მითხრა იქ ისწავლე. ესეთი რაღაცები არ ითვლება. არ ითვლება რა, ანუ ეს არ გვაძლევს ჩვენ ავტონომიურობის შეგრძნებას. ავტონომიურობის შეგრძნებას გვაძლევს მიზანი, რომელზეც ჩვენ დავფიქრდით და ვთქვით, რომ კი ეს მიზანი შეესაბამება ჩემს ღირებულებებს, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და ზოგადად სასარგებლო. ანუ ეს კომპონენტები აღვივებს შეგრძნებას, რომ ჩვენ ავტონომიურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ მიზნისკენ გვინდა სვლა. მეორე არის კომპეტენტურობა. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ შეიძლება ჩემ ღირებულებებს ძალიანაც შეესაბამებოდეს, რომ მე ვიყო მომღერალი, ძალიან ღრმა და არ ვიცი, ფილოსოფიური ან თერაპიული ტექსტები დავწერო, მაგრამ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ მაქვს ხმა და სმენაც მაქვს უფრო ცეკვის, ვიდრე სიმღერის, ანუ როგორც ვიცი, სიმღერას კიდე უფრო სხვა დახვეწილი სმენა ჭირდება. აქედან გამომდინარე, კი ავტონომიურად, ანუ მე დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ მინდა მომღერალი ვიყო და თერაპიული, ესე ვთქვათ, სიმღერები ვწერო, მაგრამ კომპეტენტურობის კომპონენტი თვითგამორკვევის თეორიიდან არ მაძლევს შინაგან мотиваციას, იმიტომ რომ ჩემმა ტვინმა იცის, მე ამაში არ ვარ კომპეტენტური, სავარაუდოდ ვერც ვიქნები, ან რომ გავხდე, მჭირდება 10000 საათი იმისთვის, რომ გავხდე კომპეტენტური, იმისთვის, რომ ექსპერტის სტატუსი მომენიჭოს, ვიყო კონკურენტუნარიანი და ჩემი ტვინი მეუბნება, რომ რატო დავხარჯო მე სიმღერის სწავლაზე 10000, როცა 10000 საათი, როცა შენ ბუნებრივად ძალიან კარგად გამოგდის
წერა. მოდი შენი მიზანი ისეთი იყოს, რომ ავტონომიური იყოს, გადაწყვიტე იყო მოდი მწერალი, მაგრამ თან კომპეტენტური იყავი და პლუს რომც არ იცოდე კარგად წერა, თუ უკვე გეხერხება, არ ვიცი, რაღაცა დაგიწერია, ან ნიჭი გაქვს, ან შეუქიხარ ადამიანს, ეს უკვე ნიშნავს, რომ საბაზისო დონეზე უფრო მაღლა ხარ, ანუ კომპეტენტურად თვლი რაღაცნაირად თავს, ან მინიმუმ იცი, რომ ეს არ საჭიროებს იმდენ ძალისხმევას, რამდენსაც შემ შემთხვევაში სიმღერა. რა თქმა უნდა, არავინ არ იბადება თავიდანვე ექსპერტი და პროფესორი, მაგრამ კომპეტენციის კომპონენტი აქ შემოდის იმ თვალსაზრისით, რომ ავირჩიოთ ისეთი მიზანი, რომელიც არის რეალისტური, სადაც შეგვიძლია თვით რეალიზაცია და წინასწარ არ ვართ განწირულები წარუმატებლობისთვის. მესამე კომპონენტი შინაგანი მოტივაციის აქტივაციისთვის არის კავშირი, მიკუთვნებულობა საზოგადოებასთან. ამასთან დაკავშირებით არაერთ ეპიზოდში მისაუბრია, რომ მიზნებს როცა ვისახავთ, ძალიან კარგი იქნება თუ ზოგიერთი მათგანი მაინც ზოგადად სასარგებლო იქნება სხვებისთვის ჩვენი საკუთარი თავის გარდა, იმიტომ რომ ავტომატურად უფრო მოტივირებულები ვართ, როცა სხვებისთვისაც სასარგებლო საქმეს ვაკეთებ და ზუსტად ეს კომპონენტი არის, ესე ვთქვათ, მესამე თვითგამოხატვის და თვითგამორკვევის თეორიაშიც, რომელიც გვეუბნება, რომ სამივე კომპონენტია საჭირო იმისთვის, რომ გააქტიურდეს შინაგანი მოტივაცია, ანუ მიკუთვნებულობის და საზოგადოებასთან კავშირის შეგრძნება გვიჩნდება მაშინ, როცა სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე რაღაცა პატარას მაინც ვცვლით უკეთესობისკენ, ან გვაქვს ცდელობა შეცვლის. აქ არ არის საუბარი მსოფლიო დონის, ესე ვთქვათ, ცვლილებებზე, აქ არის საუბარი მაგალითად ისეთ მინიმალურ რაღაცაზე, როგორიც არის კონკრეტული მავნე ჩვევისგან საკუთარი თავის განთავისუფლება, ამით შენი ოჯახისთვის უკეთესი, ესე ვთქვათ, ცხოვრების შეთავაზება და მაგალითის მიცემა სხვისთვის. აი, ესეც კი შეიძლება ჩაითვალოს მიკუთვნებულობა და საზოგადოებასთან კავშირად. აქედან გამომდინარე, მიზანს ვირჩევთ ჩვენ, ანუ ჩვენ ვწყვეტთ გვინდა თუ არ გვინდა, მოგწონს თუ არ მოგწონს. შემდეგ ვაანალიზებთ, რამდენად კომპეტენტურები ვართ, რამდენად ჩვენ შესაძლებლობებშია, რომ გავხდეთ კომპეტენტური და პლუს ხომ არის ეს სასარგებლო ჩემთვის პირველ რიგში და მერე სხვებისთვის. როცა ჩვენი მიზნები დააკმაყოფილებს სამივე კომპონენტს, ჩათვალეთ, რომ მოიგეთ ჯეკპოტი, იმიტომ რომ გააქტიურდა თქვენი შინაგანი მოტივაცია და არ არსებობს დედამიწაზე ძალა, რომელიც თქვენ გაგაჩერებთ, სანამ თქვენ არ მიაღწევთ თქვენს დასახულ მიზანს. ერთი პატარა ისტორია მახსენდება შინაგანი და გარე მოტივაციის, ესე ვთქვათ, დაჯახების ჩემ ცხოვრებაში. როცა დავამთავრე მაგისტრატურა, მქონდა სადიპლომო ნაშრომი დასაწერი და ვერაფრით ვერ პოულობდი მოტივაციას იმისთვის, რომ დამეწერა და გარეგანი მოტივაციაც დიდად აღარ მქონდა, იმიტომ რომ ძალიან კარგი სამსახური მქონდა და უკვე ეგ მაგისტრატურის დიპლომით იმ გადმოსახედიდან და ამ გადმოსახედიდან დიდად არ მჭირდებოდა იმისთვის, რომ კარიერულად წინ წავსულიყავი. და ამ დროს ჩემმა სამა მეგობარმა დაამთავრა მაგისტრატურა და უბრალოდ ერთმა დაამთავრა ბაკალავრი და ორმა მაგისტრატურა და იმ ზაფხულს, როცა მე უნდა დამეწერა ჩემი სადიპლომო ნაშრომი, დავწერე 3 ადამიანის სადიპლომო ნაშრომი, რომლებიც თან არ სწავლობდნენ იურიდიულ ფაკულტეტზე, ანუ სხვა ფაკულტეტებზე სწავლობდნენ, სხვა პროფესია ჰქონდათ, მე უბრალოდ წერა მიყვარდა და იმ ხელა სურვილი მქონდა, რომ მათ დავხმარებოდი, რომ აი სამივეს ესე რა თქმა უნდა უსასყიდლად მათი მონაწილეობის გარეშე დავუწერე სადიპლომო. და ჩემი სადიპლომო, რომლის მიმართაც არ მქონდა შინაგანი მოტივაცია, იმიტომ რომ აღარ მაინტერესებდა ეს 6 წლიანი სწავლის მერე იურისტობა, კიდე რომ ჩამეღრმავებინა სამართალმცოდნეობა და გარეგანი მოტივაციაც არ მქონდა, როგორც ვთქვი, 2 წლით გადავდე, ანუ 2 წლის დაგვიანებით დავწერე, მაგრამ ბოლოს რაღაცნაირად ვაიძულე საკუთარ თავს და მაინც მივიყვანე ბოლომდე და თქვენს თუ
გააქვთ რაღაც მიზნები, რომლებიც გონიათ, რომ გჭირდებათ ან გინდათ და თან აი რაღაცნაირად ძალა არ გაქვთ, რომ გადადგათ ნაბიჯები, დაფიქრდით ეს მიზნები, რამდენად გჭირდებათ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის და საერთოდ რატომ უნდა დახარჯოთ დრო იმაზე, რაც თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი. Როგორც გვეუბნებიან, ვისაც აქვს ნაპოვნი თავისი რატომ, ის გაუძლებს ნებისმიერ როგორს. ანუ ადამიანებმა ჯერ უნდა ვიპოვნოთ ჩვენი ცხოვრების დანიშნულება, ჩვენი მისია, ცხოვრებისეული მოწოდება, როგორც გინდათ ისე დაარქვით და განმარტეთ და მერე ძალიან მარტივად ჩამოგვიყალიბდება ცხოვრებაზე ხედვა, რის იკეთება გვინდა. და ეს ხედვა როგორ განვახორციელოთ სხვადასხვა მიზნის დასახვით. აქედან გამომდინარე, გირჩევთ ნახოთ ვიდეო ცხოვრებისეულ მისიაზე, ჩემს არხზე არის და თან ვისაც მართლა გაინტერესებთ, რომ სიღრმეებში ჩახვიდეთ და რაღაცნაირად გინდათ, რომ საკუთარ თავს დაეხმაროთ, რომ თქვენი მოწოდებისკენ იაროთ, გავაკეთე გზამკვლევი, რომელიც მე დავწერე და არსად არ წამიკითხავს და მომისმენია, იმიტომ რომ 2 წელი ტვინს ვიტეხავდი, რა არის ჩემი მოწოდება, რისი კეთება მინდა და ეს პროცესი როგორ გავიარე, რა კითხვები დავუსვი საკუთარ თავს, როგორი პასუხები ვიპოვნე, რაღაცნაირად ყველაფერი ერთ დოკუმენტში გავაერთიანე და ვინც ჩემსავით დაინტერესებული ხართ, რომ ცვლილებები გქონდეთ ცხოვრებაში, იყოთ ბედნიერები და მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე და რაღაცა დოპინგებს და ენერგიებს არ ეძებდეთ გარეთ, მომწერეთ Instagram-ზე, ვისაც Instagram-ი არ გაქვთ, აქ დამიკომენტარეთ თქვენი მეილი და ყველას გამოგიგზავნით და თუ რამე კითხვა გექნებათ მაგ საკითხთან დაკავშირებით, ან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც მე ამ არხზე ვსაუბრობ, შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში, ან ვისაც კომენტარებში არ გინდათ დაწერა, მომწეროთ Instagram-ზე. ძალიან დიდი მადლობა ეს ეპიზოდი რომ ნახეთ, ძალიან დამეხმარება თუ დამიწერთ კითხვებს, რა გაინტერესებთ კიდე მიზნებთან დაკავშირებით. აი სად იჭედებით გარდა мотиваციისა, როგორ გავიგოთ ჩვენი ცხოვრების მოწოდება, აი რა კითხვები გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რაღაცნაირად მინდა რომ თქვენი კითხვებით ჩავიდე წყარომდე, აი არ იყოს კითხვა, რასაც ჩვენ არ ვუპასუხებთ ამ არხზე ჩვენს მიზნებთან და ცხოვრებისეულ მისიასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვიცხოვროთ კარგი ცხოვრება, ღირსეული ცხოვრება, ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე და ვიყოთ ბედნიერები. ბევრი რაღაც შეიძლება მე მეგონოს, რომ იცი რა, ძალიან მარტივია ამაზე პასუხი, რატო უნდა ვილაპარაკო, ან საერთოდ არ მახსოვდეს, რომ მე როდესღაც ეს პრობლემა მქონდა და გადავჭერი, ან რაღაცა აღმოვაჩინე და უბრალოდ ის უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია ყოველდღიური და არ მეგონოს მნიშვნელოვანი გასაზიარებლად. ამიტომ თქვენი უკავშირი და კომენტარები, კითხვები დამეხმარება უფრო გავხსნა საკუთარი თავი თქვენთან, ანუ ჩემს ძვირფას მაყურებელთან დროებით, ბედნიერი დღე ან საღამო იმის მიხედვით, თუ როდის ნახულობთ ამ ეპიზოდს.